მე ვარ შოთა ზალკალიანი, წარმოშობით რუსთავიდან, რუსთავში დაბადებული გაზრდილი ვარ, პროფესიით იურისტი. გირჩის მხარდამჭერი ვარ, ფაქტიურად დაარსების დღიდან თუ არა, მალევე უკვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთადერთი პარტია გამოჩნდა მაშინდელ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც რაღაც დებატების კულტურა შემოიტანა, რაღაც განსხვავებული აზრი შემოიტანა პოლიტიკაში და ამან დამაინტერესა რუსთავში რატო გადავწყვიტე განჭისყრა, წარმოშობით რუსთაველი ვარ, კარგად ვიცნობ ამ ქალაქს, მიყვარს, აქ დაბადებული გაზრდილი ვარ და მთელი ცხოვრება ფაქტიურად აქ მაქვს გატარებული. ჯერჯერობით პირველი კანდიდატი ვარ, მაგრამ იმედია რომ ბევრი გამოჩნდებიან და ძალიან მინდა რომ რუსთავში იყოს აი ესეთი პირველი მაგალითი, სადაც ადგილობრივი რუსთაველები გადავწყვეტ ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი, ანუ პრაიმერისი რომ ჩავატაროთ, ერთგვარი მაგალითი იქნება მთელი დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ აი აქ რუსთაველები ადგილზე თვითონ წყვეტენ ვინ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და არ არის ეს ორგანიზებული რაღაც ცენტრალური პარტიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება. სასაცილოც კი არა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ქვია და გადაწყვეტილება ვინ იყოს თვითმმართველობაში იქ რაღაც მიიღება ხოლმე თბილისიდან. ამიტომ თუ გამოჩნდებით მეტი ადამიანები დაინტერესებულები რუსთავიდან, რომ მეტი ადამიანი, მეტი კონკურენცია, ჩვენი პრინციპიც ეს არის, რომ კონკურენცია მაღალ ხარისხს წარმოშობს, შესაბამისად ვინც გაიმარჯვებს ამ პრაიმერიში, ვისაც უკეთესი ესე ვთქვათ პროგრამა ექნება თუ მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ცხადია ის კანდიდატი მეტად იმსახურებს მოწინავე ადგილს სიაში. რუსთავის პრობლემები დიდად არ განსხვავდება დიდი ქალაქების პრობლემებისაგან. თქვენ საცობები გაქვთ? ჩვენს აი საცობებთან დაკავშირებით ჩვენ საცობები არ გვაქვს სხვათა შორის ისეთი როგორც შედარებითია ყველაფერი. რუსთავშიც გავარ საცობში. საცობების პრობლემა აი ბოლოს წარმოიშვა უფრო, როდესაც გაიგზარდა მანქანათ ვაჭრობა, ბევრი ესე ვთქვათ უცხოელი შემოვიდა, მათი ყიდეს მანქანები და განთავსების ადგილი ძირითადად ეს კორპუსებია, სადაც ცხოვრობენ იქვე და რუსთავს აქვს ერთი სპეციფიური პრობლემა, რომელიც სხვა ქალაქებისთვის შეიძლება უცხო იყოს. ვინაიდან ქალაქი ახლოს არის ძალიან თბილისთან, 10 წუთის გზა არის რაღაც ფომიჭალამდე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიბმულია თბილისის, ეკონომიკურად მიბმულია და უწევს სიარული. და აი ეს ტრანსპორტირების პრობლემა მოქალაქეების ერთი რუსთავიდან თბილისში წვავე დგას პიკის საათებში, როდესაც იწყება სამუშაოები და საღამოს, როდესაც სრულდება სამუშაოები. რუსთაველები, ვინც მიყურებენ და მგზავრობენ, მეც საზოგადოებრივი ტრანსპორტს ვიყენებ თბილისში გადაადგილებისათვის, დამერწმუნებია, რომ ანუ ეს პრობლემა აი მუდმივად არის რა, რაც ქალაქი, რაც მახსოვს, მუდმივად ეს პრობლემა. მე მახსოვს ადრე ყველას შეეძლო მარშრუტკებს რაღაცებს შეეძლო უბრალოდ რაღაცა რეისზე რო იდგნენ ხოლმე იმათ წაყვან-წამოყვან მე რა შეიცვალა. გამიგია და სულაც მაფიოზური ის არის ბიზნესი და რო აიღო და რაღაც ახლა მარშრუტკა რო აიღო და ხალხი გადაგიყვანო ვიღაცა აქცემს, რაღაცას გიზამს და რაღაცას. ხო, აი მოკლედ მიმოვიხილავ მაგ სიტუაციას რა როგორ დაიწყო საერთოდ ჩემი თვალთახედვით რას უყურებდი. როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და გავხდი იძულებული რომ ეს მარშრუტი ყოველდღიურად გამიარავ, ხედავდი რომ გაჩნდნენ ესე კერძო პირები მაშინ არ იყო ეს ორგანიზებული სტრუქტურა არ ქონდა, კერძო პირები ადამიანები, რომელსაც შეეძლოთ ეს სამარშრუტო ავტობუსის ყიდვა. ჩამოყვანა და შემდეგ ამ გზავრებს მომსახურებოდნენ. იყო ძველი აი იკარუსები და ესეთი ავტობუსებიც მახსოვს. შემდეგ ამ ადამიანებმა დაიწყეს რაღაც თვითორგანიზება, რა, რიგები შექმნეს, ვინ როდის უნდა გასულიყო, ვინ საი რომელი ადგილიდან უნდა გასულიყო და თბილისში სად უნდა გადაეყვანათ. თუმცა მან შეიძლებოდა რომ მე აი თქვა ისინი თუ დაალაგდნენ, მეც მინდა ბიჭები თქვენთან აი ეგ აღარ შეიძლებოდა, იმიტომ რომ იმათმა ისინი მიხვდნენ რომ აქ სხვა კონკურენტების შემოშვება არ შეიძლებოდა. რაღაც სტრუქტურა რაღაცა ეს სიპი და ჩამოაყალიბეს თუ ამხანაგობა, რაღაც მარტივი წესდება ქონდათ და შექმნეს ამ ხაზის ის იყო რა ქვია. ხაზი ერქვა რა, მონოპოლისტები გახდნენ და ნუ სხვა ადამიანს შესვლა არ შეეძლო. ეს ხაზები იყიდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა, იმიტომ რომ მაღალშემოსავლიანი ხაზი იყო.
ამის მერე, ცხადია ახლა იმ პერიოდში პრობლემები მაინც იყო, იმიტომ რომ ბევრი გაუმართავი იყო, ახლა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ამ პირიქით თუ არ უმგზავრია ადამიანს, ესეთ იმას ვერ შეხვდება მოვლენას, რომელსაც ქვია გადმოსაშლელი სკამი, რომელიც განთავსებული იყო ეს ამ სამარშრუტო ავტობუსში დამატებითი მგზავრების გასასვლელი სადაც დამჯდარიყო ვინმე, ხო? იმაშიც რომ დამჯდარიყო ადამიანი, იმიტომ რომ მოთხოვნა მაღალი იყო ეს ავტობუსი ვერ უზრუნველყოფდა ყველა საყვანას და მძღოლის პრიორიტეტი იყო რომ რაც მეტ ადამიანს გადაიყვანდა მით მეტ შემოსავალს მიიღებდა. ეს ხაზები იყიდებოდა, შეგეძლო გაგიყიდა, შეგეძლო იპოთეკით ჩაგედო, შეგეძლო სესხი აგეღო ამ შენი იმით რა წილით რა ფასიანი გახდა და შემდეგ ამ პრობლემა მაინც იყო, ზოგი დაბინძურებული იყო, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პრობლემები რაც ახლდა ამას და თან ფასიც ახლა რადგან მონოპოლიზირებული იყო, ფასიც ადამიანებს არ აკმაყოფილებდა. მე აღარ მახსოვს რომელი მერი იყო, მაგრამ ეს ოცნების პერიოდში მოხდა მახსოვს, რომ დააპირდა რუსთაველებს რომ მოგიგვარებთ ამ პრობლემას, შემოვიყვანთ ახალ მარშრუტებს, რომლებიც იქნება ეს კომფორტული, კონდიციონერი გექნებათ, ეს გადმოსაშლელი სკამები აღარ იქნება და ესენი უნდა გავაუქმო, ამათ უნდა ვაიძულო რომ აღარ იმუშაონ და ავიჩიოთ კომპანიას, რომელიც მოგემსახურება. დიდი წინააღმდეგობა მოყვა ცხადია იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უკვე ამ ბიზნესში ჩართული იყო და მიბმული იყო და ზოგს 3-4 მანქანა ყავდა და ხო ადამიანებს ქირაობდა, მძღოლებს და კარგი აწყობილი ბიზნესები იყო რა იმათთვის. თუმცა მოსახლეობას ერჩვენა სიახლე, რომ ახალი კომფორტული ავტობუსი კარგ დაპირებად ჩანდა და ბოლოს ესენი როგორც იქნა ამ აქციების და იმეების ფონზე მოურიგდნენ თუ რა ქნეს რომ გადაიყვანეს რაღაც კომპანიას, ერთი კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და შესაბამისად გაჩნდა ერთი მონოპოლისტი, თუ იყო მრავალი. მართალია ახალი ავტობუსები შემოვიდა კომფორტული, მაგრამ სადღაც 2 კვირაში ის გადმოსაშლელი სკამები ისე გაჩნდა ამ ახალ ავტობუსებში დაამონტაჟეს. ამ ახალ ავტობუსებს მაშინვე გაუჩნდა კონდიცირების პრობლემა, იმიტომ რომ უხუჭებულია კონდიციონერი და როცა ითხოვ ახლა ჩართვას და ხარისხი რა თქმა უნდა ისევ იმ დონეზე დაეცა, რამ დონეზეც იყო. ისე რა ალბათ ბენზინს იპარავდნენ და რომ ნაკლები კონდიციონერი მეც წავს და შესაბამისად მძღოლის პრეროგატივა იყო რომ ნაკლები დაეწვა, მეტი შემოსავალი მიიღო. იგივეს დაწვდა და გადასახადი. გაუჩნდა გადასახადი ოღონ კომპანიაში, რამდენადაც თვითონ მეუბნებოდნენ ის პირადსაუბარში 70-80 ლარი იყო დღევანდელი გადასახდელი და ეს კომპანიაც ბიუჯეტში იხდიდა ფულს და რა ვიცი, ყველანი გარკვეულ პერიოდამდე კმაყოფილები იყო. მაგრამ ამან თუ მოაგვარა გამტარუნარიანობა მაინც ვერ მოაგვარა, იმიტომ რომ წარმოიდგინე დღის განმავლობაში დილით 50,000 კაცამდე დაახლოებით 20,000 კაცამდე ზუსტი რიცხვების თქმა ახლა ძნელია. გამოდის და ერთბაშად შენ ეს ადამიანები უნდა გადაიყვანო თბილისში, ამ საცობების პრობლემა არის. და მით უმეტეს ახლა კომპანია დაინტერესებულია რომ ყავდეს 10 მძღოლი, ხალხი მოლოდინის რეჟიმში იყოს, ელოდოს და ამათმა მძღოლმა იმუშაოს და უფრო შემოსავალს მიიღოს, მაინც ვერავინ ვერ წაყვება. ხო, ამიტომ გაჩნდა მე ახლა ადამიანებს შორის აი ბუნებრივი ის რომ ვინც მომოდიოდა თბილისში საკუთარი მანქანით, იმას მოყავდა და იმას უხდი რა, ჩვეულებრივ, რაც სამარშრუტო ავტობუსს უხდი იგივეს და ეს ერთგვარი გამოსავალი იქცა, მაგრამ ისიც არ ყოფნიდა. მერე გაჩნდა სხვა პრობლემა, იმიტომ რომ დაიწყო ინფლაცია, გაიზარდა ბენზინის ფასი, ის ფიქსირებული გადასახადი რაც იყო, მე მახსოვს ლარს ვიხდიდი და პერიოდულად ავიდა 2 ლარ 9 ეს ავტობუსებზე საუბარი ხო? აი, ყვითელ მარშრუტებზე ისე რა. რომელიც მერიამ შემოიყვანა თავის თავდაპირველად. ასე იგი. ხო და ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია ცხადია, ერთბაშად რომ ფასი ვარდება ზევით ან ნებისმიერი ფასის ცვლილება, ეს უკმაყოფილებას იწვევს, მგზავრები ჩხუბობდნენ, მძღოლებიც ჩხუბობდნენ, ჩვენი რა ბრალია, მეც გასაგებია აბსოლუტურად იმის პრობლემაც, იმიტომ რომ ინფლაცია ყველაზე მოქმედებს, ბენზინის ფასი ყველაზე მით უმეტეს, როდესაც ისე ყავს ტრანსპორტი ყავს, რომელიც დააყავს ათასობით კაცი დღის განმავლობაში ფუჭდება, მუდმივად შეკეთება უნდა და აღარ უვერდათ იმათაც და
შემდეგ ვერ ახერხებდა რუსთავის მერია იმას, რომ აი ეს ავტობუსები შემოეყვანა, იმიტომ რომ კონტრაქტი იყო იმგვარად დადებული, რომ ძალიან დიდი გადასახადი უნდა გადაეხადა იმ კომპანიისათვის, თუ ის სხვა, ესე ვთქვათ, კომპანიას შემოიყვანდა ან თვითონ მოახერხებდა ტრანსპორტირებას. სადღაც 1 წელია, არ მახსოვს, რამდენიმე თვე არის, რომ მოგვარდა ეს პრობლემა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ მოგვარდა. მოგვარებაში რას გულისხმობ, გაჩნდა მიკროავტობუსები, რომლებიც უზრუნველყოფენ იგივე პროცესს, სადაც 17 კაციანი მოკლე ავტობუსი შეიძლება თბილისში ტაბლოზე შეგინიშნოთ, რომ სხვანაირად დაყავთ. მაგით სხვანაირად დაყავთ და ეგეც მე პრობლემა გაჩნდა მაგასთან სხვანაირად დაყავთ. ახლა მაგან რა პრობლემა გამოიწვია? ანუ ხალხმა დაინახა ახალი ავტობუსია, კომფორტულია, კონდიციონერი ჩართულია, ახალია, ბასლაინში მოძრაობს, შესაბამისად ამ ყვითელ სამარშრუტო ავტობუსს ურჩევნია იქ ჩაჯდეს. მგზავრების დიდი ნაწილი გადაჭდა იმ ავტობუსზე, რამაც გამოიწვია ის, რომ იქ უკვე ფეხზე უწევს დგომა ადამიანს, აი იმ დილის ის ავტობუსები ფეხზე დგომას აი გაჭრილი მუნიციპალური. აი როგორც თბილისში იგივე უბრალოდ ხალხს შორის. და გამოიწვია ის, რომ დილის პერიოდში ეს არ შეცვლილა ეს მოვლენა რა, არ ვიცი რატომ, მაგრამ არ ყოფნის, ან რაოდენობა არ ყოფნის ფიზიკურად და იმდენი არის მსურველი, რომ ფიზიკურად ვერ ერევა და მით უმეტეს ახლა ყვითელმა ძველმა მიკროავტობუსებმა რომ დაინახეს, რომ კლიენტი მოაკლდათ, იმათაც გაზარდეს ლოდინის დრო, იმათაც გაზარდეს ზოგი წავიდა სხვა საქმეზე გადაერთვა აღარ ანუ გავიშთა კონკურენტი წავდეს ლონგებიანივად შემოსიდა და ისინი გავიდნენ ბიზნესიდან. გავიდნენ ბიზნესიდან, მაგრამ ეს რაოდენობა ვეღარ ერევა. მას პრიორიტეტი ამ თბილისის ავტობუსთან შედარებით ის აქვს, რომ ყველა გაჩერებაზე არ აჩერებს და შესაბამისად წირო დიდი ავტობუსი მიდის, ხო, იმის უნდა ელოდოს ის ხო ყველა გაჩერებაზე, ამიტომ ეს იძულებულია რომ გვერდი აუქციოს და მე სხვა პრობლემა რა გაჩნდა ახლა თბილისელებმაც დაინახეს, რომ ეს სწრაფად დადის უფრო არაჩერებს ყველა გაჩერებაზე და შესაბამისად მათაც დაიწყეს ამ ავტობუსით სარგებლობა. ეს უკვე კონფლიქტი წარმოიშვა, იმიტომ რომ რუსთაველი ფიზიკურად ვერ ადის ავტობუსში ხანდახან. აი ფიზიკურად ვერ ადის და შენ თბილისელი რატო დადიხარ აქ და ნუ ხარ შორის ეს მიკროკონფლიქტები აი გაცმოვას ეს ავტობუსი რომელი უბნელი ხარ ისე ხო 90-იანების სასეთი რა წაგია ყველაფერი ხდებოდა და ქვეყანას დაემატა პრობლემა რუსთაველების და თბილისელების ავტობუსში. ნუ რაღაცა ეს მიკროკონფლიქტები არის. სხვა ესეთი პრობლემები ბევრი ანუ რაც ქალაქს შეიძლება ახასიათებდეს ეხლა ყველაფერს ვერ მოყვებით, მაგრამ უბრალოდ მე მგონი ეს ტრანსპორტის პრობლემა ძალიან საინტერესოა, ალბათ ვერად უნიკალურია, იმიტომ რომ აი წამოგინე ორი თავარი ქალაქია რომ შეხედო რა, ანუ თბილისი გასაგებია რაღაცა თავკომბალა და იმის რაღაც გაგრძელება, ეკონომიკური გაგრძელება.ობით დაწინაურდა საკმაოდ. ხო, და ანუ გასაგებია ეხლა შეიძლება ქუთაისას ან ბათუმას ეწყინოს რაღაც ეკონომიკურად რო შეხედო, ანუ უბრალოდ თბილისის ნაწილია რეალურად რო შეხედო რუსთავი რაღაცნაირად აი უამრავი ადამიანი რუსთავის ხოლოს ერთი ეკონომიკური სივრცეა რა და წამოგრედი ერთი ეკონომიკური სივრცე გაქვს და ტრანსპორტი არ გაქვს ანდობაში. აი ეს რა იყო რა ვიცი აი თუნდაც აი როგორც იმაში დიღომში ან ვაკეში მეტრო არ გაქვს რა რაღაცა აი ამ პრობლემის რაღაც გამოძახილია იმიტომ რომ ის საერთოდ შენივე ქალაქია და რაღაც რამდენი უნივერსიტეტია მაგალითად ვაკეში ლეონია თესეუ რაღაცა და მეტრო არ გაქვს და დილოს ნაკადია ეს დინარეა სტუდენტების რომელიც აქეთ მე საღამოს უკან და თუკი ვინმე აქტიურად გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს სწორედ სტუდენტია ხო და მათთვის ეს რაღაც ალოგიკურად არის აწყობილი და რუსთავის რავი ამხელა ქალაქი გაქვს გვერდზე რომელიც ეკონომიკურად მიჯაჭვულია თბილისთან და ტრანსპორტი არ გაქვს მოწყობილი აი შეიძლება ამ პრობლემას ვერ მოვაგვარ ვერაფრით თუ მატრიალური არ გექნება რაღაც ტიპის მატრიალია ხო ნუ რაღაცა გამტარი გჭირდება ორზოლიანი გზა იყო რაღაც პირველი ნუ რასაც ვფიქრობ შეიძლება იმაზე საუბარი რომ აი მოხსნათ ეს ლიცენზი არ ვიცით შეიძლება იმუშაოს შეიძლება არ იმუშაოს მაგრამ ეს ლიცენზია რომ რაღაც ვიღაცას გადაყვანის უფლება თუნდაც დიდი ტრანსპორტის გამოყენებით ხო ერთგვარი ბარიერია ნუ არავინ არ იწევს შეიძლება ვიღაცას გაჩერებული იყოს სახში მიკროავტობუსი ან ავტობუსი და ჩათვალოს რომ მომხსნა და მას გადაყვანის უშუალოდ ხო ხდება რომ ვიღაც უშუალოდ ჩათვალოს რომ აი ამით ფულს ვიშოვი ამით რაღაცას ეკონომიკურ სარგებელს გავაკეთებ რაში გჭირდება ხალხს პრობლემა აქვს ისედაც არ მოხსნილა
ისიც იყოს. კონკურენციაში გამოჩნდება რომელიც უკეთ მომსახურება ავტობუსი თუ მიკროავტობუსი, ის იმაში ჩაჯდება მგზავრი. შეიძლება ვიღაცამ ფასი დააკლოს, შეიძლება ვიღაცამ კომფორტი გაზარდოს, ხო? ეს ერთგვარი გზა არის, რომელშიც ფულის გადახდა არ გიწევს არც მერიას და არც უბრალოდ ადამიანებს აძლევ უფლებას, რომ თავისუფლად ოპერირება განახორციელოს. გინდა გადაყვანა, გადაიყვანე, აირჩია ადგილი, სადაც ჩაიყვან, თუ ყოფილი იქნება ადამიანი რატომაც. ჩვენ თბილისში ალბათ ეგ პრობლემა შეგვიძლია ანალოგად მოვიტანოთ ეს თეთრი ტაქსების ამბავი რომ შემოვიდა. თითქმის იგივეა. დამშობა ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდება თუ ქალაქის შიგნით. ანუ მერიამ რაღაც იმის გამო რომ თეთრი ფერი მოწოს კალაძეს, თქვა რომ ყველა ტაქსი თეთრი უნდა იყოს და ამან შეზღუდა ის რომ თუ კი როდესაც პიკური მოთხოვნილება აი წვიმა რომ მოდის ან რაღაც ამინდიან რაღაც მასეთ სიტუაცია როა, უბრალოდ ტაქსების რაოდენობა ცოტაა დარჩენილი, ფასი მე იწევს და მე წუწუნით დებენ რომ აი რაღაც 40 ლარი გადავიხადე ტაქსში. იმას კი ვერ ხვდებიან რომ ეს 40 ლარი სინამდვილეში რის გამო გადაიხადა. გონია რომ ეს თქვა ვოლტია. შეიძლება ვინმე სამშობლოს ტაქსისტია ნახოს რომ 40 ლარია ვაკიდან იქამდე გაყვანა გდანამდე და გამოიყენოს თავის შავი ფერის მანქანი და გადაწყვეტს 40 ლარად მე წავიყვან ვინმე საკიდან საერთოდ მინიმუმია. განსხვავება რა იქნება ახლა, ხო? როდესაც ვიცი რომ ადამიანი ჩემიანია, მხარს მიჭერს, ჩემს კამპანიაში ჩართულია, აქტიურობს, ხო? იმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ცხადია მეც და ნებისმიერსაც ჩვენი პარტიიდან მიწყავა, იმიტომ რომ მისი პრობლემა იქნება პირველ რიგში მოსაგვარებელი, რომ ეს ჩვენ სამორჩევლოსაც გაზრდის იმგვარად რომ დაინახავენ რომ აი ამ ადამიანს ყავს თავისი კადრი რომელიც მასზე ზრუნავს მას გვერდში უდგას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს და თუ რამის შეცვლა გვინდა ეს განსხვავებული პოლიტიკა გვექნება აი ახლაც და მე მით უმეტეს თუ მომავალში რომ საკრებულოში ჩვენი ხარდამჭერი იქნება პრიორიტეტული და ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ამორჩევლის გაზრდაზე მუდმივად. მეც ასვათ მინდა რომ დადგეს რომ წამოიგე რაღაც სუფრაზე ზიან ხალხი და ამბობენ რომ აი რაღაც ახალი წესის გამო გადაიტანა ჩვენი ეზო როგორც ხალხს შემოყავს მანქანა და ერთი შლაგბაუმი და იცი რამდენი ჭირდება ამ შლაგბაუმის დაყენებას კი იმან დააყენა და ნახევარი წელი დაწერაც დაბრკოლება ბევრი ის და მასე მე ხა დაურეკაო და შოთა სალამი რა ხო ის ისო კი რა შლაგბაუმზე და ასეთი რაღაც მაგ დამეხმარე კი და ოკეი ხვალ გამოგივლი ან რაღაც განსხვავდება დაწვეთ კაი და ვინ იყო სამებოს წერო ჩვენი შოთა ზაკალიანი რა და რაშტა ხო იცი ბაბა ჩვენი და მეც დამეხმარება რა ხო შემოხაზე იმან დაგეხმარა იმას დამყარდი ეს რა თუნდა დავდოთ აუცილებლად და მეგონი შეხები დაინახავენ აი სხვა სტანდარტი უნდა დავდგათ იმიტომ რომ პარლამენტი საერთოდ სხვა რაღაც არის და საკრებულო არის აი ასეთი პრობლემების მოსაგვარება საკრებულო არის სუფთა აი ადამიანური საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების ინსტრუმენტი ესე ვთქვა ისე სად მუშაობ ხა გამოგიჩა იურისტი ვარ კონსულტანტი ვარ მოგიწოდებთ რომ ვინც რუსთავში ცხოვრობთ რომ ჩაერთოთ თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ იმით რომ შოთას დაეხმაროთ თორე ჩვენ უკვე ვაორგანიზებთ ხალხს ვინც ვთქვათ უშუალო საჩინო კამპანიაში იქნება ჩართული კვირას ვიყავით რუსთავში და ამაზე ლაპარაკობდით თქვენ თუ გაინტერესებთ აი რასაც ახლა ვილაპარაკეთ მაგრამ არა მარტო გზებზე სხვა ხელჭურმანი პრობლემები შეიძლება იყოს და საჩინო კამპანიის დროს ჩვენ ალბათ რაღაც აი ბევრი შეგვიძლია გავაშოკოთ შეგვიძლია ეს პრობლემები დავაიდენტიფიციროთ რომ ხალხმა ძალიან კარგად გებულობს საზოგადოება აი როდესაც მის პრობლემაზე საუბრობს მის წარმომადგენელი როდესაც სიტყვაზე ავტობუსების თემა და ეხლა გაჟღერდება გაიგებს ყველა იმიტომ რომ ახლო არის მათთვის და ესეთი პრობლემების დაიდენტიფიცირება ძალიან დაგვეხმარება რომ ჩვენც კამპანია კარგად დავუყო. კი ბატონო, დახმარების ერთ-ერთი საინტერესო და უცნაური ფორმა იქნება მასთან კონკურენციაში თუ შეხვალთ. ეგ ყველაზე კარგი. თქვენ თუ გადაწყვეტთ რომ კენჭი იყაროთ და შიდა პრაიმერისი მოვაწყოთ მართლა რუსთავში, მართლა ძალიან მაგარი იქნება რომ გკითხავენ რომ აი ვინ ყავთ რუსთავში კანდიდატად რა ვიცი რუსთავლებმა ვინც აირჩიეს. აი ეს ხალხი აირჩიეს რუსთავებმა მე არაფერ შუაში არა ვარ რა ვიცი აგე რა და სიარო გექნება რა ეგ იქნება ყველაზე მაგარი. ასე რომ თუ იმეს გიფიქრიათ იმაზე რომ საკრებულოში ხო არ მოხდე გირჩის სახელით მოემზადო შემდეგ საპარლამენტოსთვის და რაღაცა ტრენინგად ერთი რო ტრენინგად გავიარო მეორე რაღაცა ახალი ცადო ცხოვრებაში აუცილებლად შეგიძლიათ
გამოთქვათ ეს სურვილი გვესტუმროთ, შოთა შეეხმიანოთ, ჩვენ შეგვხმიანოთ, ჩვენს გირჩის ბაბლში დაწეროთ, ოფისში გვესტუმროთ, რა ვიცი, მოკლედ, ვინმეს თუ რამე უნდა, აქტივად საპოვნელი ხალხი ვართ.